იქონიათ შემთხვევა, როცა შენი მოსწავლე თინეიჯერი გამხდარა ბულინგის მსხვერპლი. რთული ამას საუბარი, ჩემი მოსწავლეებიც მიყურებენ. რა არის ერთი ფუნდამენტი, რაზეც დგას შენი ეს ურთიერთობები, სადაც შენ ხარ ავტორიტეტიც, მესაიდუმლეც და მეგობარი? სიმღერა. აი, როგორც მახსოვს მე ჩემი თავი, რომ მე ქეთი ვარ, ჩხაიძე და ვარსებობ, იქიდან მოყოლებული ჩემი სუნთქვა და ყველაფერია ჩემთვის. წარმატების მეორე მხარესაც მინდა შევარ, ხო? რასაც ქვია შოუ ბიზნესი და გიწევს აქტიურად თავის დამკვიდრება. მისაკუთრეს ჩემი ნაშრომები იმ ერთმა და ორმა ნეგატიურმა სიტყვამ ხელი არ უნდა ჩაგაქნილდეს შენ საქმეზე და შენ წამოწყებაზე. რთულია, როცა იწყებ ნულიდან და უყურებ ადამიანს, რომელსაც რაღაც 300,000 გამომწვარი ყავს. ძალიან რთული შეკითხვა არის, აი პასუხისგაცემა მიჭირს ძალიან. თუ კი რაიმე გამოგდის, ეგ იმას არნიშნავს, რომ ჩვენი ესეც არ ესმით ხოლმე მშობლებს. განსხვავებული მენტალობით და ჩვენ ვცდილობთ პირიქით, რომ იქით აუყვეთ ამ თაობას. ჩვენი პოდკასტის მიზანიც ეს არის. გამოიწერეთ ჩვენი არხი. გამარჯობა, მოგესალმებით. ეს პოდკასტი თინთოქია, მე თაკო მიქელაძე ვარ. დღეს სტუმრად მომღერალი ქეთი ჩხაიძე მყავს, რომელიც თავის განვლილ გზაზე მოგვიყვება. რა ფასი აქვს წარმატებას დღეს საქართველოში, როგორია მომღერლის კარიერა და როგორი იყო ის თინეიჯერობაში, რა გზა გაიარა მან. მადლობა ქეთი სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. მიხარია რომ ჩვენ პოდკასტში ხარ დღეს სტუმრად და პირველი აუცილებლად მინდა კითხო და დავიწყო, როგორი თინეიჯერი იყავი, როგორი მოზარდი იყავი, როგორი გარდატეხის პერიოდი გქონდა, როგორ გახსენდება ეს პერიოდი. ამ პერიოდში ხშირად არის ხოლმე მშობლებთან ურთიერთობის ან დაძაბვა, ან პირიქით ცვლილება ხოლმე. შენ შემთხვევაში როგორ იყო, რა ხდებოდა ამ პერიოდში, რა სირთულეები გქონდა, გამოწვევები და ასე შემდეგ, რას გაგვიზიარებ? პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. და ვინაიდან და რადგანაც მე ძალიან ბევრ თინეიჯერ ბავშვთან მაქვს ურთიერთობა, ვფიქრობ, რომ ეს პოდკასტიც ძალიან საინტერესო გამოგვივა. მე თვალს გადავნებთ ხოლმე და ძალიან მომწონს თქვენი ახალი წამოწყება და წარმატებებს გესურვებთ. ახლა რაც შეეხება ჩემს თინეიჯერობას, საკმაოდ მარტივი ვიყავი, არ ვიყავი რთული თინეიჯერობა არ მქონია, თუმცა მე ბავშვობიდანვე ვიყავი მელანქოლიური, ძალიან მიდრეკილი ვიყავი სევდისკენ, ასე ვთქვათ და ყოველთვის მქონდა ხოლმე ესეთი განცდა, თითქოს ვიყავი მარტო და არავის არ ესმოდა ბოლომდე ჩემი. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში დედასთან ძალიან მჭიდრო კავშირი მქონდა და ჩემი პირველი მესაიდუმლე დედა იყო, პედაგოგია და ძალიან მკაცრია ზოგადად, თუმცა მე მაინც ყოველთვის მქონდა კომუნიკაცია დედასთან და ძალიან ბევრი საუბრები. მაგრამ რაც ყველაზე მეტად აი გულისკენით მახსენდება, ალბათ იყო ის, რომ ძალიან შებოჭილი ვიყავი მშობლების მხრიდან. ზედმეტადაც კი. რა აკრძალვები გქონდა ქეთი? რა იყო ეს შებოჭვა შენთვის, რაც ესე მძაფრად გახსოვს დღეს? პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ მე ის ჯაჭვი დავარღვიე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რაშიც მე მბოჭავდნენ, რაც მე დღემდე ტკივილად მომყვება და მაქვს ძალიან ბევრი კომპლექსი, რომელიც ალბათ საზოგადოებისთვის გასაკვირი იქნება, იმიტომ რომ არ მემჩნევა. თუმცა მუდმივად საკუთარ თავზე მუშაობაში და ბრძოლებში ვარ, რომ აი ეს კომპლექსები დავძლიო. ანუ რამხელა მნიშვნელობა აქვს თინეიჯერობის ასაკში, თუნდაც ბავშვობაში, უფრო ღრმა ბავშვობაში, მშობლის მიდგომას ბავშვის მიმართ. აი მე მაგალითად არასდროს არ ვყოფილვარ მარტო არსად. ისე გავხდი სტუდენტი, სანამ სკოლა არ დავამთავრე, აი ესე მარტო დამოუკიდებლად არსად არ წავსულა. მოდი დავკონკრეტდეთ, მარტოში გულისხმობ მშობლების გარეშე არ წასულ ხარ არსად და აქ არის გულისხმობა ჩვენს უბანშივე ჩემი მეგობრის დაბადების დღეზე რომ წავსულიყავი, პირობითად საღამოს 6 საათზე რომ შევიკრიბებოდით, 6 საათზე რომ შეიკრიბებით, სადღაც ესე 7-8 საათზე გახურდება ხოლმე სიტუაცია და მე უფრო გინდა ყოფნა, ასე ვთქვათ, ერთმანეთთან კომუნიკაციაში უფრო შედიხართ ბავშვები, მოზარდები. აი, როცა უკვე 8-9 საათი მოვიდოდა, მე უკვე მაკითხავდნენ და მივყავდი. ყველა რჩებოდა, მე მივდიოდი. ცოტა ისეთი იყო, იცით რა არის, მშობლები ფიქრობდნენ ალბათ რომ ამ კონტროლით მე მიცავდნენ, მაგრამ თანატოლების თვალში გამოდიოდა ძალიან ცუდად. და ისე მოხდა და ისე დღემდე ტკივილად მომყვება ის ფაქტი, რომ ვიყავი გარიყული კლასელების მხრიდან და
კონკრეტული სოციუმის მხრიდან, აი როგორც ქვია, უბნის ბავშვები, ასე ვთქვათ. ანუ თინეიჯერობაში ვისთანაც გინდა ვინ ჩემთვის ავტორიტეტია, იმდენად მე ვისაც გინდა რომ შეზღუდვები იმეგობრო. მქონდა, იმდენად ძალიან მკაცრი შეზღუდვები მქონდა. ახლა ჩემ ხელა ბავშვები, იმ დროს თინეიჯერები ამას ვერ ჩაუღრმავდებოდნენ მიზეზებს. აქედან გამომდინარე, მე რომ ყველაფერს გამოვაკლდებოდი, მე თავისუფლად იქ ვერ წავიდოდი, ცელქობა გინდა, ის გინდა, ამ ყველაფერს ვერ ვაკეთებდი მშობლების შიშით. ამის გამო ჩემთან უკვე დისტანციაში იყვნენ და ძალიან მზღუდავდა ეს მე ურთიერთობებში. კეთი, შენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ურჩევ დღევანდელ მშობლებს, რომელსაც ყავთ მოზარდი თინეიჯერები, შვილები, რა იქნება შენგან რჩევა? ძალიან რთულია. ზოგი შვილი ვიტყვი რომ ამართლებს ხოლმე მშობლის ქმედებას ნებისმიერ შემთხვევაში. ანუ ეთანხმები თუ არა ამ ქმედებას, ან მაშინ ან დღეს შენ როგორ იქცევი შენ შვილებთან, ქცევის მოდელი იგივეა თუ შეიცვალა და სხვათა შორის აი გეტყვით ზუსტად მაგას აქვს დიდი მნიშვნელობა. მე ვარ 4 ბიჭის დედა, 4-ვე განსხვავებული ხასიათის ბავშვია. აქედან გამომდინარე ინდივიდუალურია ჩემი მოპყრობაც. მე მაგალითად ისეთი ბავშვი ვიყავი, რომელსაც არ სჭირდებოდა ესეთ მეტი კონტროლი, იმიტომ რომ ხომ არის თქვათ ბავშვი რომელსაც უყვარს ხალხმრავლობა, ხმაური, გასვლა გარეთ, მე ისედაც არ მიყვარდა გასვლა, ხშირად ეზოში, ხა შეიძლება ძალიან რაღაცნაირად გამომივიდეს, მაგრამ მართლა თავისუფალ დროს მერჩივნა, ლექსები მეწერა. ძალიან მიყვარდა სხვათა შორის კერვა. და რაღაცებს თოჯინებს შევუკერავდი ხოლმე საკმაოდ დიდ ასაკში, ალბათ 13-14 წლამდე მიყვარდა თოჯინებით თამაში, იმიტომ რომ დედა სულ მიკრძალავდა რატომღაც, აი თოჯინებით არ უნდა მეთამაშა, არ ვიცი დღემდე არ ვიცი რატომ არ უნდა მეთამაშა, სულ დიდობას მთხოვდნენ. და ეს იმდენად მიყვარდა რომ თავისუფალ დროს სახლში უფრო ვატარებდი მყუდრო გარემოში და სხვათა შორის დღესაც ასე ვარ. სახლში სიმშვიდეში ყოფნა უფრო მირჩევნია ხმაურიან გარემოს. ახლა მე როგორ ვიქცევი ჩემ შვილებთან? მე მყავს 4 სხვადასხვა ასაკის შვილი და ჩემი უფროსი შვილი უკვე თინეიჯერია 13 წლის არის და აქედან გამომდინარე უფრო ვუფრთხილდები, იმიტომ რომ ყველა ჩემი ნათქვამი სიტყვა მისთვის არის ძალიან სენსიტიური. ზოგჯერ ჩვენი შენიშვნა და რაღაცა გულწრფელი კრიტიკა გონიათ ბულინგი. მე დავჯდები და ამას ვუხსნი, რომ ყველაფერი ბულინგი არ არის, თუმცა ძალიან მომწონს მე ის ფაქტი, რომ დღეს ბავშვებს აქვთ საკუთარი უფლებები და ბავშვებმა არ გადიციან საკუთარი უფლებების დაცვა. მაგრამ აუცილებლად უნდა ავუხსნათ ის, რომ მათი უფლებები მთავრდება იქ, სადაც სხვისი ირღვევა. ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ მშობლის უფლებებიც კი დაარღვიოს ბავშვმა. თუ ბავშვს ატყობს მშობელი, ამიტომ არის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კომუნიკაციას ბავშვთან და მჭიდრო კონტაქტს, რომ კარგად იცნობდეს მშობელი. ზოგიერთ ბავშვს არ ჭირდება ზედმეტი შეზღუდვა. ჩემს უფროს შვილს მაგალითად პირიქით ვაძალებ, რომ გაერიოს ბავშვებში, თანატოლებში უფრო მეტად განვითარდეს, იმიტომ რომ არის ძალიან მორიდებული კომპლექსები აქვს და ამ დროს ჭირდება სოციუმთან კონტაქტი, რომ უფრო მეტად გაიხსნას. ჩემი მეოთხე შვილი არის ვიკინგი, რომელიც ყველგან გაიტანს თავს. 6 წლის არის, მაგრამ აი 13 წლის ბავშვს დაჩაგრავს ჩვეულებრივად. ნუ ცუდად კი არა, მაგრამ აი ძალიან ისეთი მყარი პოზიციები აქვს უკვე და გულს ვერ ატკენ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ რაღაც ოქროს შუალედი მშობელმა უნდა დაიცვას. და კიდევ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ ცხოვრებაში ზოგადად, იავარდით მოფენილი არ არის ცხოვრება და შეიძლება ძალიან რთული ცხოვრება ელოდება სამომავლოდ ადამიანს. მე მაგალითად ვთვლი, რომ სანამ ოჯახს შექმნის მოზარდი, სანამ თავისუფალია, უნდა შეირგოს თავისუფლება. ოღონდ ნორმის ფარგლებში, რა თქმა უნდა. ამიტომ აქვს დიდი მნიშვნელობა იმას, რომ დედა იყოს მეგობარი, მამა იყოს მეგობარი, რომ ბავშვმა, როგორ თქვა, პირველ მესაიდუმლეთ დედა და მამა ჩათვალოს. იმიტომ რომ როცა მე ყველაფერს მეტყვის, მე უკვე მაქვს იმის შანსი სწორ გზაზე დავაყენო, თუ არ მეწოდინება არაფერი, რჩევასაც ვერ მივცემ. იცი რა რიქეთი, თავარია შვილისთვის მშობელი იყოს ავტორიტეტი, რომ გახდეს შემდეგ მეგობარი და გახდეს შემდეგ მესაიდუმლე. რომ ეს ყველაფერი გინდოდეს, რომ მიხვიდე და გაუზიარო მშობელს და კონდეს იმ დაცულობის შეგრძნება, რომ შენ რომ მშობელს გაუზიარებ, შენი ისტორია დარჩება მშობელთან და მიიღებ იმ რჩევას, რაც იმ მომენტში შეიძლება სულ არ არის საჭირო იმის თქმა, მაგრამ აი გითანაგრძნობს და რაღაცა გულით გეტყვის რა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კი, აბსოლუტურად მაგას გულით. თუმცა არსებობენ ძალიან მკაცრი მშობლები და ვერ ეუბნებიან ბავშვები. მე მყავს ძალიან ბევრი მოსწავლე თინეიჯერი და მათი მესაიდუმლე ვარ მე. პედაგოგზე მეტი ვარ და ხშირად მეუნებიან, რომ აი დედა ვერ გამიგებს.
და ვაძლევ ხოლმე რჩევებს. ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ეს, რომ მე მათთვის ავტორიტეტი ვარ და ჩემი სიტყვა, ჩემი აზრი მათთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ვცდილობ ხოლმე რომ მშობლებს, ანუ ყოველთვის იციან ჩემო მოსწავლეებმა, რომ რასაც ჩემთან ამბობენ, რჩება ჩემთან. მაგრამ ყოველთვის ვცდილობ ასე ირიბად და შემოვლითი გზებით მშობლებს ჩავაწვეთო ის, რომ მაქსიმალურად მეგობრულები იყვნენ ბავშვებთან. აი ყოფილა შემთხვევა, კბილს-კბილზე ვაჭერდი, რომ მინდოდა მეჩხუბა ჩემი შვილისთვის, მაგრამ ვიკავებდი თავს, იმიტომ რომ ვიცოდი სხვა დროს აღარ გამიმხელდა იმას. ყველანი ადამიანები ვართ, შეიძლება შეეშალოს, შეიძლება კი არა უნდა შეეშალოს, რომ იმ შეცდომაზე ისწავლოს მერე. მთავარია ისწავლოს, ერთხელ რომ შეცდომას დაუშვებს, ორჯერ და სამჯერ და თუ არ ისწავლე ჭკვონ, მაშინ სულელი ყველა ასაკში სულელი არის, ნუ ხუმრობით. მთავარია აი იმ დაშვებულ შეცდომებზე ვისწავლოთ და არა ის რომ აი შენ ეს შეცდომა რატომ დაუშვი. კეთი, შენ გაქვს შენი სტუდია, სადაც ყავს მოსწავლეები და უშუალო შეხება გაქვს არაერთხელ ახსენე. აი ბევრჯერ თქვი ახლა შენი მიდგომები, რა არის ის მიდგომები შენი მხრიდან, რომელიც ბავშვებთან, მოზარდებთან აი ამ ურთიერთობებს გიყალიბებს, რომ მათი დიდი მეგობარი ხარ, მათი დიდი მესაიდუმლე ხარ, პლუს 4 შვილის დედა ხარ და მათთანაც ამ მიდგომებით ხელმძღვანელობ, როგორც ამბობ, ანუ აი კონკრეტულად რა არის ერთი ფუნდამენტი, რაზეც დგას შენი ეს ურთიერთობები, სადაც შენ ხარ ავტორიტეტიც, მესაიდუმლეც და მეგობარი. ყველაზე ძნელია საკუთარ თავზე საუბარი, ანუ ჩემი მხრიდან, იმიტომ რომ მაინც ნუ რაღაცნაირად მეუხერხულება ხოლმე. თუმცა მე შემიძლია ვთქვა, აი ზუსტად ამ ბავშვების თვალით, ასე ვთქვათ, მათი თვალით, მათი შთაბეჭდილებებით, ჩემს თავზე 1-2 სიტყვა. როგორც ეს ბავშვები მეუნებიან და მშობლები, მაქვს რაღაცა უხილავი ენერგეტიკა, რომლითაც პირველ რიგში ნდობას ვიპოვებ ბავშვებისაც და უფროსებისაც. ნუ ეს აღმოვაჩინე ისევ მათი ნათქვამიდან, ასე ვთქვათ. არის რაღაცა, რასაც გამიზნულად არ აკეთებ. აი ჩემ დაუნებურად. იციან თქმა, რომ აი შენთან საუბარი ფსიქოლოგთან საუბარს უდრისო და არ ვიცი, ნუ ბუნებრივად ვარ ასე. მთავარი ალბათ ის არის და წამყვანი როლი იმას აქვს, რომ შინაგანად ვარ ბავშვი. ანუ ეს ბავშვი ჩემში არასოდეს არ გაზრდილა და ბავშვები ცნობენ ამას და გრძნობენ. და მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი, მეგობრული ვარ. საოცრად მეგობრული ვარ. ჩემი მოსწავლეები ვერ გრძნობენ იმას, რომ პედაგოგი ვარ, თუმცა ამის მიუხედავად მე ისინი პატივს მცემენ. აი ესეც ცოტა ისეთი თემაა, რომ თან პატივი იქცენ, თან მეგობრად გიგულონ, ზღვარს არ გადავიდნენ. აი ბუნებრივი ბალანსი გვაქვს დაცული. ვერ აგიხსნით როგორ, უბრალოდ ძალიან გამგები ადამიანი ვარ. ალბათ ეს ენერგეტიკაც მოქმედებს და ყოველთვის ვცდილობ, რომ ის სტერეოტიპები, რაც იყო პედაგოგსა და მოსწავლეს შორის, მე მაგალითად მეგონა, რომ პედაგოგები საპირფარეშოთი საერთოდ არ სარგებლობდნენ და ეს ჩვენს თაობას ძალიან ესე ვთქვათ, მასიურად გვეგონა. და დღეს ეს ყველაფერი დაიმსხრა, მე ასე მგონია და მე ვარ ამის ხელის შემწყობი, ასე ვთქვათ, რომ აი ეს რაღაცა კედელი არ იყოს. რა თქმა უნდა, ზღვარი არსებობს მოსწავლესა და მასწავლებლას შორის, თუმცა მე ვფიქრობ, რომ თუ კი პედაგოგი მეგობრულია ბავშვთან, სიყვარულს თუ მოიპოვებს, ასე უფრო მეტად შეძლებს, ასე ვთქვათ, იმ ბავშვს ასწავლოს, არა მარტო საგანი, არამედ ცხოვრება და როგორ ვთქვა, ძალიან დიდ დროს თამაშობს ასე დროს პედაგოგი მოსწავლის ცხოვრებაში. ჩემს ცხოვრებაში მაგალითად ჩემს ერთ-ერთ პედაგოგს ძალიან დიდი როლი აქვს და მე არასდროს დამავიწყდება მისი რჩევები. მეც ანალოგიურად ჩემი ვოკალის პედაგოგი მყავდა ჩემს მესაიდუმლედ და ყოველთვის მისი აზრი იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი და დღემდე 32 წლის ასაკში, როცა 4 შვილის დედა ვარ, ძალიან ბევრი მისი რჩევა დღემდე პრაქტიკაში იდეალურად მადგება. რა მაგარია, კეთი, ჩაგეკითხები, ბავშვობაში, მოზარდობაში, როდის დაიწყე ლექსების წერა, სიმღერების წერა, როდის დაინტერესდი უფრო აქტიურად, შენი ვოკალის პედაგოგი ახსენე და დიდი როლი აქვს მას შენს ცხოვრებაში და ალბათ ეს გამოცდილება, რომელიც შენ მოსწავლეებთან დღეს უკვე გადგება და რაც უკვე წინაპირობა იმისი ურთიერთობების, რაც გაქვს შენ მოსწავლეებთან. შენი დასაწყისი როგორი იყო? როდის მიხვდი, რომ ეს ის საქმე იყო, რომელიც შენ გასაზრდოებდა და აი ამას გააგრძელებდი და მიუძღვნიდი შენს თავს, რასაც მომღერლობა და მომღერლის კარიერა ქვია. სიმღერა აი როგორც მახსოვს მე ჩემი თავი რომ მე კეთი ვარ ჩხაიძე და ვარსებობ იქედან მოყოლებული ჩემი სუნთქვა და ყველაფერია ჩემთვის. თუმცა ლექსების წერა დავიწყე 11 წლის ასაკში.
და ესეც იცით როგორ დავიწყე, ჩემთვის ხომ არის რომ ჩვენს ცხოვრებაში არიან ადამიანები, რომლებიც რაღაც სტიმულს გვაძლევენ და შეიძლება იმ ადამიანებმა საერთოდ არ იცოდნენ რომ აი ჩვენთვის სტიმული გახდნენ. ჩვენ შემთხვევაშიც ასე იყო. იყო ერთი პიროვნება, რომლის ლექსების კრებულიც, ასე ვთქვათ, ჩემმა მშობლებმა მოიტანეს სახლში და მახსოვს 1-2 კვირის განმავლობაში ამ ის ზრდასრული ადამიანი იყო, მე ვიყავი 11 წლის ბავშვი, მაგრამ ამ გოგონას ქება დიდება რომ ესმოდა, ავიღე ესრეული, გადავხედე, გადავავლე თვალი და მეც მომინდა რომ ყურადღების ცენტრში ყოფილიყავი, რატომღაც აი ძალიან მომინდა. თუმცა ნიჭი არ მქონოდა. როგორც არ უნდა იწვალო ახლა, ვერ დაწერ მხატვრის ნიჭი მე მაგალითად არ მაქვს ხატვის ნიჭი და სულ რომ სტიმული მომცენ ვერ დავხარ. გამორიცხულებლად არსებობენ ადამიანები და მოვლენები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში ასე უცებ გამოჩნდებიან და ჩვენს მიმალულ ნიჭს გამოაღვიძებენ. როგორც ჩანს, აი ამ ადამიანმა მის და უნებურად გამოაღვიძა ჩემი ნიჭი და მაშინ შევქმენი პირველი ლექსი დედაზე სხვათა შორის. ახლა აღარც მახსოვს, მაგრამ ძალიან სასაცილო და თეთრი ლექსი იყო, მაგრამ იმდენად აი რამხელა მნიშვნელობა აქვს ასე ვთქვათ მშობლების განწყობას. მაშინ როდესაც პირველი ლექსი დავწერე, სასაცილო ლექსი და მშობლებს წავუკითხე, ვაიმე რა მაგარია ტაში დამიკრეს და მე დავიჯერე. დამაჯერეს რომ კარგი ლექსი დავწერე და მე მართლა იმდენი ვქენი, რომ ძალიან განვითარდი და მართლა ნუ მე მგონია რომ კარგი ლექსებს ვერ დღეს. ასე რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ჩაუკლა ადამიანს ის ნიჭით ჩანასახშივე და შეიძლება ფრთები გააშლევინო. კეთი სიმღერა როდის დაიწყე? სიმღერა როგორ თქვა, რაც კი ჩემი თავი მახსოვს რომ მღერი. საუბარით სიმღერით დავიწყე, ყვავილების ქვეყანა იყო პირველი სიმღერა ჩემი, რომლითაც აუმღერდი დაავლაპარაკდი. მე მახსოვს, მე თვითონაც მღეროდი, დედას დაჟინებული მოთხოვნით, მაშინ პატარა ვიყავი და რა თქმა უნდა წავყავი, დავდიოდი მე თვითონაც სიმღერაზე. მერე გამოვდიოდი ფილარმონიაში, რაღაც 3 კონცერტი მქონდა და ეს არც თუ ისე პატარა თანხებთან იყო, მოდი ესე რა ვთქვა, დაკავშირებული და მერე მითხრეს რა ვიციო რა ამ ბავშვსო, კაი საოპერო ხმა აქვს და მოდიო რაღაცა მაგ მიმართულებით ვიმუშაოთო და რაღაცა მაშინ ოპერა ჩემთვის კაი არაფერთან ასოცირდებოდა გულწრფელად რა ვთქვა, რაღაც 12-13 წლის ვიყავი და კატეგორიულად მოვითხოვე რა გამომიყვანეთ სიმღერიდან, თქვა დღეს შენთან არის ბევრი მოზარდი. შენ სტუდიაში, რომლებსაც აქვთ სურვილი რომ მიაღწიან წარმატებას, ეს პირველ რიგში ფინანსებზე, რა თქმა უნდა, გადის მშობლების, მერე უკვე მათ ნიჭზე და მაინტერესებს შენ რამდენად ამჩნევ ხოლმე, რამდენად პირდაპირ ეუბნები, რომ იცი რა, აი ეხა შენგან გამოვა აბსოლუტურად ძალიან კარგი მომღერალი, ან შენ საოპერო ხმა გაქვს, როგორც ჩემ შემთხვევაში იყო, ან შენ შეგიძლია უბრალოდ სამოყვარულო დონეზე იმღერო, თუ აი როგორ არეგულირებთ ამ ყველაფერს, რამდენად ატყობ ხოლმე, რომ აი ბავშვს რა გასაქანი აქვს, რამდენად არის მისი мотиваცია და ცხოვრების რიტმი და სტილი უნდა რომ სიმღერას მიუძღვნოს, იმიტომ რომ არ არის თავის დამკვიდრება. იცით შოუ ბიზნესში მარტივი. არ არის მარტივი. და რთული ამას საუბარი, ჩემი მოსწავლეებიც მიყურებენ. გეტყვით ახლა აქ როგორი თემა. როდესაც ახლა ეს ჩემთვის არ არის მხოლოდ შემოსავლის წყარო, ჩემი სტუდია, ამ სტუდიაში ვარ თავით გადაშვებული და პირველი წამყვანი ამ ყველაფრის არის ჩემი ემოციები. ანუ ამ ყველაფერს ვერ ვუყურებ, ესე ვთქვათ, ცივი გონებით. ემოციებია მთავარი. მყავს ბავშვები, რომლებიც უბრალოდ რომ დადგებიან და პირველ ნოტს აიღებენ, უკვე გადიან ამ სამყაროდან. ამას შანსი არ არის უბრალოდ ეს რო ვერ შეამჩნიოს პედაგოგმა. ზოგის მშობელიც ამჩნევს. ყოფილი შემთხვევები მშობელმა საერთოდ არ იცის ისე მოყავს ბავშვი ალალბეწე და აი თქვენ შეაფასეთ აქვს თუ არა ნიჭი მონაცემები და ასეთ ბავშვებშიც აღმომიჩენია ტალანტი. თუმცა აქ ძალიან ბევრი თემა იშლება. შესაძლებელია იდეალურად იღებდეს ბავშვი ბგერას, იდეალურად მღეროდეს, საოცარი ტექნიკა ჰქონდეს, მაგრამ აი წერა როგორც ვახსენე, სიმღერისთვის არ გადიოდეს სხვა სამყაროში. იდეალურად გამოსდის, მაგრამ აი სული სამოძახილი არ არის. ასე მე მაგალითად ცეკვაც კარგად გამომდის და შეიძლება და მოცეკვავეც ყოფილიყავი, თუმცა ვერ გავჩერდი და გამოვიქეცი ცეკვიდან. ანუ თუ კი რაიმე გამოგდის, ეგ იმას არნიშნავს, რომ ჩვენია. ესეც არ ესმით ხოლმე მშობლებს. ანუ ძალიან ბევრს არ ესმის ის, რომ იმისთვის, რომ წარმატებული მომღერალი გახდე, საკმარისი არ არის სწორი ბგერა აიღო და კარგი ვოკალი ჰქონდეს. შინაგანად უნდა მოდიოდეს. აი, როგორც წეღან მკითხეთ, რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ წარმატებული გახდე ამ სფეროშიო.
პირველ რიგში რაც შენზეა, ეს არის შრომა არ უნდა დაიზარო და მაქსიმალურად ბუნებრივი უნდა იყო, იმიტომ რომ მსმენელი ყოველთვის გრძნობს შენს გულწრფელობას და არის მეორე რამ, რომელიც შენზე საერთოდ არ არის დამოკიდებული. ქარიზმა, ის შინაგანი ენერგეტიკა, მე ვიცი ადამიანები ძალიან ხშირად არიან ეკრანებზე, მაგრამ ქუჩაში რომ გააჩეროთ 100 ადამიანი, 100-დან 100-ვე გეტყვით, რომ ადამიანს არ იცნობენ და არც არასდროს უნახავთ. იმიტომ რომ იმ ადამიანს არ აქვს ის დასამახსოვრებელი, შეიძლება იყოს ეს ვიზუალი, შეიძლება იყოს ენერგეტიკა უცებრო შემოგეფეთება სახეში ადამიანის დანახვისას ან მოსმენისას. ანუ არის საჭირო რაღაც ქარიზმა, რაღაცა აი ეს ქიმია გქონდეს, რომელსაც იგზნობს შენი მსმენელი და რომლითაც შეგიყვარებს, იმიტომ რომ საქართველოში ძალიან ბევრი მღერის. ზოგადად ნიჭიერიერი ვართ და ყველას შეგვიძლია სიმღერა. და იყო გამორჩეული შეგიყვაროს მსმენელმა, გამოგარჩიოს და გახდე, ასე ვთქვათ, ცნობადი, ხო? ამ სფეროში ცნობადი უნდა იყო, რომ რამეს მიაღწიო. აი ამას უკვე ჭირდება ის თანდაყოლილი ნიჭი, ცალკე ნიჭი, რომლითაც შენ მსმენელი გამოგარჩევს და შეგიყვარებს. კეთი ჩაგეკითხები და გულწრფელი პასუხი მინდა შენგან. შენ თქვი, რომ ქარიზმა ახსენე, ენერგეტიკა ახსენე, რომელიც მართლა დასამახსოვრებელი გაქვს. დღეს შოუ ბიზნესში და ნებისმიერ სფეროში უკვე ძალიან აქტუალურია სკანდალური თემები და ესე ვთქვათ, ხელოვნურად გამოწვეული სკანდალები, რითაც პოპულარულები და წარმატებულები ხდებიან შემდგომ. ესე რა ვთქვათ, შენ შემთხვევაში რაღაცა რადიკალურად სხვანაირად არის საქმე, მე ვეძებე ინფორმაცია და ვერ მოვიძიე, ესე ვთქვათ, შენგან გამოწვეული, ხელოვნურად შექმნილი სკანდალი. და ძალიან დიდი აუდიტორია გიყურებს პარალელურად შენ. ძალიან ბევრი ადამიანი მოყვება, ბალეში ყოფს, გულშემატკივრობს, შენ შვილებს, შენ ოჯახს, შენ ძაღლებს რაღაცა როგორ უვლი და ამ შემდეგ. თან ძალიან გულწრფელი ემოციებია. როგორ ფიქრობ, საჭიროა დღეს სკანდალები? გულწრფელად რა მითხრა, თუ უბრალოდ შენი აი ეს უბრალოება, ის შენი შინაგანი ბავშვობა საკმარისია იმისთვის, რომ იყო ცნობილი და წარმატებული. აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით, რომ ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ შეუყვარდე ადამიანებს. მასას თუ შეუყვარდი, მე უკვე მორჩა. ვეღარაფერი შეაზიზღებს შენს თავს, თუ კი ეს სიყვარული, რა თქმა უნდა, ბუნებრივია და შენ არ თამაშობ. ამ შემთხვევაში შეიძლება ვიღაცები ფიქრობდნენ, ჰეითი ყველას აქვს და ალბათ მეც მყავს ჰეითერები, ოღონდ როგორი იცით? როგორ თქვა, მე 99%-ს მართლა ვუყვარ ვარ, ეხა შეიძლება ცოტა ესე ამაყად ჟღერდეს, მაგრამ რაც არის იმას ვამბობ, განსაკუთრებული სიყვარული მოდის ხალხისგან და ყველაფერს, უცხო ადამიანი პირველად რომ შემოვაჩენს და კი 99%-ს უყვარხარ ნამდვილად. ძირითადად ასეთი ტექსტებია ხოლმე, რომ არ გიცნობ და ჩემი შვილი მგონი ხარ, ჩემი ანი მგონი ხარ, ეს პატარა ამბავი, პატარა სიტყვები არ არის ამას, რომ უცხო ადამიანი გეუბნება, თორე შეიძლება მოეწონო, უი როგორი ლამაზი გოგოა, უი როგორი ნიჭიერია, მაგრამ შეუყვარდე ამ დონეზე. ეს კიდევ სხვა თემა არის, მე ასე მგონია და სკანდალი ამას საერთოდ არ ჭირდება და რას დავაკვირდი, იცით? სკანდალით მოპოვებული პოპულარობა ჰოპ და უცებ ქრება. მალევე იმ დროს, როცა ავარდება ეს სკანდალი და გავარდება, მაშინ არის ხოლმე პოპულარობის ზენიტში ადამიანი და მე უცები ვიწყებს საზოგადოება. და ის რაც ბუნებრივია, მე ხა რო ვთქვა, რომ ძალიან უცებ გავხდი ცნობილი თქვა არა, თუმცა არ ძალიან დიდი დრო არ დაჭირვებია ამას, მაგრამ რადგან ასეთი გულწრფელი ვარ და რადგან ჩემ შემთხვევაში მარტო ის არ არის რომ მე ვმღერი, მარტო ის არ არის რომ მე სახალისო ვიდეოები მაქვს, შემიყვარეს მთლიანად. ჩემი სიმღერებით, ჩემი ლექსებით, ჩემი ოჯახით, ჩემი და ჩემი მეუღლის ასეთი სიყვარულით, ჩემი მრავალშვილიანი დედობით, ესე ძალიან დიდ როლს თამაშობს, იმით რომ მყავს პატარა ცუგოები და ვუვლი და სახალისო ვიდეოებს თავაზობ ხალხს და მაქსიმალურად ვცდილობ იმას, რომ მე ვარ საერთოდ ასეთი ადამიანი. უდიდესი პრობლემები მქონია ცხოვრებაში, მაგრამ გამორიცხულია, ვერავინ ვერ იტყვის, რომ ვიღაცამ უბედური დამინახა. ოღონდ ეს იმას კი არ ნიშნავს, აქ ორი უკიდურესობაა, ერთი, ტირილი რო უყვარს ადამიანს და ყველას რომ თავს აცოდებს და თავის ნეგატივს ახავს მუდმივად თან დინამიკაში, საზოგადოებას თავს და მეორე უკიდურესობა არის ის, ხელოვნურად რომ თამაშობს ბედნიერებას. მე არც ეს გულისხმობ. ხელოვნურად კი არ თამაშობდი ბედნიერებას, მაშინაც კი როცა საკუთარ თავთან მარტო ვიყავი პრობლემების წინაშე. მე საკუთარ თავსაც ვამხნევებდი და ერთი წამითაც არ მიმიცია ცხოვრების არც ერთ ეტაპზე პრობლემისთვის უფლება, რომ მე ეს შემჩნეოდა. აი ყველაზე დიდი პრობლემის დროს ავიღებდი, მაშინ არ იყო ესე შილაკი და ესე ვთქვათ ფართოდ გავრცელებული წლების ამბებს ვიძახი, პრობლემის დროს ავდგებოდი, ავიღებდი
ფრჩხილის ლაკს და დავიწყებდი წასმას. თითქოს საერთოდ არ მქონდა პრობლემა და ეს მშველოდა, ყურადღება გადამქონდა. ანუ ამას ვარ მიჩვეული და ვცდილობ ნებისმიერი დაძაბული სიტუაციის დროს, ცუდი მოვლენების დროს, ასე ვთქვათ, საზოგადოებაში, ვცდილობ რომ ჩემი პოზიტიური ვიდეოთი განმუხტო ხოლმე სიტუაცია და ეს ხალხს იცით როგორ ჭირდება დღეს, ძალიან ჭირდება პოზიტივი ხალხს. მეც ასე ვარ, მაქსიმალურად ვცდილობ ისეთი ადამიანების ვიდეოებს უყურო, საიდანაც დადებით ენერგიას მივიღებ. ამით ცოცხლობ და ამით ვიკვებები. და ვცდილობ რომ სულ ეს გავუგზავნო ხალხსაც. კეთი, როგორ გახდი პოპულარული? საქართველოში და ზოგადად უკვე მსოფლიოში, ანუ ტენდენცია არის იქითკენ, რომ ყურადღება გახდა ძალიან დიდი რესურსი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პლატფორმაც არის და ძალიან სხვა ინფორმაციაც არის, ანუ ზოგი პოზიტივს გვთავაზობს, ზოგი სატირალ ვიდეოებს გვთავაზობს, ზოგი ინფორმაციულს და ამ შემდეგ. შენ ყავს ძალიან ბევრი გამომწერი და დიდი აუდიტორია და ხარ ყურებადი, საინტერესო, როგორ მოიპოვა ეს პოპულარობა, იმიტომ რომ რთულია როცა იწყებ ნულიდან და უყურებ ადამიანს, რომელსაც რაღაც 300,000 გამომწერი ყავს, თან ეს გამომწერები არიან აქტიურები, უყურებენ, უყვართ და ამ შემდეგ, ანუ შენი პოპულარობა არის რეალური. რაღაც რა მარკეტინგზეც არ უნდა დააშენო ეს ყველაფერი, მგონია რომ ამ ხელა სიყვარულს ესე ჰაერზე ვერ მოიპოვებ და როგორ დაიწყე და როგორ გახდი ესეთი პოპულარული, რომ დღეს ასეთი ნახვები გაქვს ინტერნეტ სივრცეში. ამ განვითარებას არ ცველოდი სიმართლე გითხრათ. ანუ დაგეგმილი რაღაც ნაბიჯები არ მქონია, რომ აი ამისთვის მიმეღწია. თავისთავად მოხდა. ალბათ მგონია, რომ დღეს იმდენად დეფიციტია უბრალოების, ბუნებრივობის, რომ სილაღის თავისუფლების, რომ აი ალბათ ამით ვარ გამორჩეული და მან მიიზიდა ასე საზოგადოება. იმიტომ რომ თავაზობ ისეთ ვიდეოებს, ისეთ კონტენტს, რაც არის შენი ღვბის გარეშე, ბუნებრივი და ეს როგორც ჩანს დღეს გვაკლია ადამიანებს, იმიტომ რომ მე თვითონაც ახლა როცა გადავხედავ ხოლმე სოციალურ ქსელებს, ძალიან დაყენებული სახეები, დაყენებული საუბრის მანერა, მოზომილი, ძირითადი აქცენტები, ალბათ ბრენდებზე, იმაზე, მე რაღაცა ოქროს შუალედი მიჭირავს სავარაუდოდ და ამით გამოვირჩევი სხვებისგან და ალბათ ეს მოეწონათ ყველაზე მეტად იმ ადამიანებს, ვინც ჩემი აქტიური გულშემატკივრები არიან. წარმატების მეორე მხარესაც მინდა შევეხო, რასაც ქვია შოუ ბიზნესი და გიწევს აქტიურად თავის დამკვიდრება. წერ ლექსებს, როგორ იცავ შენ საავტორო ლექსებს, სიმღერებს, ქონია თუ არა გამოცდილება, როცა გამოიყენეს და მერე ეს გამხდარა შენი წარმატება კი არა, სხვისი წარმატება და როგორ ასწავლი და თუ ასწავლი სტუდიაში მოზარდებს, რომ შეიძლება მათი სიმღერით ან ლექსით ვიღაცამ ისარგებლოს ცუდად და როგორ უნდა დაიცვან ამ დროს თავი ან მოზარდებმა, ან თვითონ შენ როგორ იქცევი, ან რა გამოცდილება გაქვს ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ვიცი რომ მსგავსი საკითხები და ზუსტად ეს თემები არის დღეს აქტუალური და ადრეც ეს იყო შოუ ბიზნესში, რომ ერთმანეთის ლექსია თუ სიმღერა აქტიურად იყენებენ და თავის ცნობადობას იწევენ ამით. შენ შემთხვევაში რა ხდება ამ მიმართულებით? პირველ რიგში შესავალს გავაკეთებ და შემდეგ უკვე მიხვდებით რატომაც გავაკეთე ეს შესავალი. ბუნებაში, ზოგადად სამყაროში არაფერი არ იკარგება, არც ჩვენი ჩადენილი კარგი საქმე, არც ჩვენი ჩადენილი ცუდი საქმე. შეიძლება ადამიანს, კონკრეტულ ადამიანს გავუკეთოთ სიკეთე და მისგან მადლობა კი არა პირიქით წიხლი მოგხვდეს, თუმცა ის ჩვენი გაკეთებული სიკეთე სადღაციდან სხვა გზებით მაინც ჩვენ დაგვებრუნდება. ამას რატო ვამბობ? ალბათ იმ სიკეთეების დამსახურება არის მე რომ ასე მიმართლებს და ასეთი წარმატებული ვარ კარიერაშიც და პირად ცხოვრებაშიც და ბედნიერი. ახლა რაც შეეხება ჩემს ნაშრომებს, კი ბატონო, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ მაქვს ძალიან კარგი გამოცდილება ამ საკითხში. მე მიისაკუთრეს ჩემი ნაშრომები. თუმცა ჩემს მოსწავლეებსაც ამას ვეუბნები ყოველთვის, რომ არ უნდა გაჩუმდნენ და საკუთარი ეს ინტელექტუალური ნაშრომი იქნება თუ როგორ თქვა პრინციპები იქნება თუ რა იქნება, ყოველთვის ბოლომდე უნდა დაიცვან სამართლებრივი გზებით. მე მაგაც გავაჟღერებ ეს თელმა საქართველოს მიცის და ინტერესის საგანს წარმოადგენს, მე სამართლებრივი დავაც გამაჩნია აი ამ ჩემს ნაშრომთან დაკავშირებით, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მოვიგებ და დავიბრუნებ ჩემს ინტელექტუალურ ნაშრომებს. თუმცა დაცვა დღეს ძალიან
როგორ ვთქვა, მარტივია, როდესაც ყველა ფაქტი, ყველაფერი არის შენს მხარეს, ხარ რეალური ავტორი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გამორიცხულია რომ გაგიჭირდეს ამის დაცვა. მთავარია გადავდგათ ის ნაბიჯი, გვეზარება ხოლმე ზოგადად ფორმალობები, ბოლომდე მივსდიოთ სასამართლო პროცესები და ასე შემდეგ, თუმცა თუ ბოლომდე მივყვებით საქმეს, აუცილებლად ვიპოვით სამართალს. ხოლო აი ჩემს მოსწავლეებს მე მარტო ამაზე არ ვაძლევ ხოლმე არჩევებს, მარტო მოსწავლეებს არა, თინეიჯერებს განსაკუთრებით. დღეს ის პერიოდია უკვე, როცა სოციალური ქსელები ძალიან აქტუალურია და არა ტელევიზიებით მხოლოდ, როცა აქამდე მხოლოდ ტელევიზიებით ხდებოდა ადამიანის ასე ვთქვათ, ცნობადობის ამაღლება, ახლა უკვე სოციალური ქსელებიც დაემატა და ძალიან ბევრი ბავშვი ცდილობს იმას, რომ სოციალურ ქსელში დაიმკვიდროს სახელი, გახდეს ინფლუენსერი, იუთუბერი და ასე შემდეგ. ყოველთვის ვაძლევ ხოლმე ასეთ რჩევას ბავშვებს. ნებისმიერი კონტენტი რაც უნდა დადონ, შესაძლებელია გახდეს კრიტიკის საგანი. თან დღეს ყველამ კარგად ვიცით, რომ სოციალური ქსელები არ კონტროლდება, ანუ ვერ ხდება ნორმალიზება იმისი, ვინ გაილანძღება, ვინ შეურაცხყოფას მოგვაყენებს, ამისი ბალანსი არ არის დაცული. აქედან გამომდინარე ყოველთვის ვეუბნები, თუ კი ამ ნაბიჯს დგამთ, რომ გინდათ გახდეთ ცნობადი, ამ სფეროში წარმატებული და ასე შემდეგ და იმუშაოთ მასაზე, ყოველთვის უნდა იყოთ მზად ნეგატივისთვის. შესაძლებელია მიიღოთ ნეგატიური კომენტარები და ასე შემდეგ და იმ ერთმა და ორმა ნეგატიურმა სიტყვამ ხელი არ უნდა ჩაგაქნევინოს შენ საქმეზე და შენ წამოწყებაზე ჯიუტად ბოლომდე წინ უნდა იყურონ და დასახულ მიზანს უნდა მიაღწიონ. მე პირადად ასე ვიქცევი. ქონიათ შემთხვევა, როცა შენი მოსწავლე თინეიჯერი გამხდარა ბულინგის მსხვერპლი სოციალურ ქსელებში და მოსულა შენთან გაუზიარებია და რა დაგირიგებია, იმიტომ რომ არის მაინც კი ის ჰეითი, შეიძლება ძალიან ცოტა იყოს, მაგრამ მაინც მოდის ხოლმე და მოზარდობაში მით უმეტეს რთულია რა, ანუ თვითშეფასება იმ დონეზე მერყეობს და იმ დონეზე ვარკვევთ ჯერ კიდე ვინ ვართ და სად ვართ, რომ ძალიან რთულია, როცა 10 კომენტარი შეიძლება იყოს, რომ რა მაგარი ხარ და ყოჩაღ და ბრავო და ერთი რასაც ზღარი ხარ ეწეროს, მაინც გაფიქრებს და გტკივა. აი ამ შემთხვევაში რას ეუბნები ხოლმე? შენ მოსწავლეებს როგორ ამხრევებ და შენ რა გახსენდება ისეთი, აი ყველაზე მწარედ რაც მოგხვდა და დაგამახსოვრდა, რომ აი არ გეკუთვნის, მაგრამ დაგიწერეს, მოგწერეს, ან გითხრეს. აი ჯერ აქედან დავიწყებ და მე უკვე გადავალ პირადად რაც მკითხეთ იმ პასუხზე. ხომ ხშირად მიწერენ ხოლმე, ყველაზე ხშირად ალბათ მიწერენ, რომ ძალიან ლამაზი ფორმის ფეხები მაქვს. და ყოფილა ასეთი კომენტარი, როგორი გამონგრეული და მახინჯი ფეხები აქვს ამ გოგოსო და გაგეცინებათ და დამაფიქრა. მართლა. ანუ რატომ ვამბობ ახლა ამას ასე გულწრფელად, თორე სულ არ ვახსენებდი ამ კომენტარს. მე ხომ ვიცი როგორი ფეხები მაქვს, ხო პირობითად ზრდასრული ადამიანი ვარ, ჩამოყალიბებული და მომწონს მე ჩემი თავი, ძალიან საკმაოდ მოკლე კაბები მაცვია და მუდმივად ჩემს გვერდზე იწერება რომ ძალიან ლამაზი ფეხები მაქვს და ანუ ასეთი ფეხები არ გვინახავს და იშვიათად და ასე შემდეგ და ერთმა კომენტარმა მე დამაფიქრა და წარმოიდგინეთ რა ხდება იმ მოზარდის გონებაში რომელსაც აბულინგებენ რომელიც ჯერ საერთოდ არ არის ჩამოყალიბებული საერთოდ ამასაკში გონიათ რომ ძალიან მახინჯები არიან აქვთ ეს მომენტი ეს არ მიხდება რატომ ვარ ასეთი ესეთი ცხვირი რატომ მაქვს არა და ულამაზესია ბავშვი ამ დროს აქედან გამომდინარე ყოველთვის აი ამას ვეუბნები ბავშვებს, რომ ყოველთვის გამოხდება ვიღაც, ვისაც შენი ფრთების შრიალი არ მოეწონება, სულ რომ ანგელოზი იყო და არავითარ შემთხვევაში გულთან ახლოს არ უნდა მიიტანონ. მე ხშირად ვტვირთავ ხოლმე ჩემი სტუდიის Facebook გვერდზე ჩემი მოსწავლეების ნამღერს და ერთ-ერთი ბავშვის ნამღერს მოყვა ძალიან დიდი ბულინგი, უცხოურ სიმღერას ასრულებდა, სადაც მაღალ რეგისტრში მოითხოვდა, ასე ვთქვათ, ძალიან ისეთ მაღალ დიაპაზონს, ძლიერ ვოკალს და ეს ვიღაცა მაგიქვა ყვირილად, ვიღაცა მაგიქვა ყროყინად და აი საშინელ რაღაცას უწერდნენ 12 წლის ბავშვს. თქვენ გქონდათ გამოსვლა კონცერტი, სადაც შენ გამოხოდი წითელი კაბით და ამას მოყვა ერთი აჟიოტაჟი, რომ როგორ გავედე, ესე ვთქვათ, და როგორ ჩაიცვი წითელი კაბა, რაღაცა ბავშვები და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რაღაც პოზიტიური გამოხმაურება ქონდა ამ ყველაფერს, რომ მათ შეუერთდი ეს იყო სურპრიზი და შემდეგ ძალიან, ესე ვთქვათ, გაგაკრიტიკა საზოგადოებამ, მიუხედავად იმისა, რომ ულამაზესი იყავი, როგორ გავედე, რომ გეცვა წითელი კაბა და იყავი განსხვავებული. აი, ვიდექი 13 წლის ბავშვებთან ერთად.
პედაგოგი და რა თქმა უნდა პედაგოგი და მოსწავლე უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან და ამაზე მართლა კომენტარს არ გავაკეთებ, ეს არის მსგავსი ტიპის კრიტიკა არის ფსკერი. მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, აბაზე მეტი პრობლემა დაინახეს ამ ვიდეოში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა იმას წერდა, რომ ევროვიზიის დონის ჩვენ ვიმღერეთ დაიანა როსის უკვდავი სიმღერა შევასრულეთ. როგორი ტიპის სიმღერებსაც დღეს აღარ მღერიან, ყური ძალიან გაგვიზარმაცდა ზოგადად და ძალიან აი ორნოტიან სიმღერებს მიეჩვია ჩვენი ყური და მარტივ სიმღერებს მღერიან. გავაცოცხლე ის სიმღერები, ის რეპერტუარი, რომელიც 90-იანებში, აი 2000-იანი წლების დასაწყისში იყო ძალიან აქტუალური, აი მთლიანად რომ გაიოფლება მომღერალი ამის შესრულების დროს და ყველას რომ არ შეუძლია შესრულება. და აი ეს ყვირილია, ბღავილია, ანუ ხალხში არის ის პრობლემა, რომ მას ხომ არ ესმის და დილეტანტია ამ საქმეში და თან ისე კადნიერდება და იმ ხელ ამბიცია აქვს, რომ ამას წერს. და აქ იმოქმედა ბავშვებზე სხვათა შორის ამ კომენტარებმა და მე ტრადიციულად ვეუბნები, რომ რადგან გაკრიტიკებენ, იგი მას კი არნიშნავს ყოველთვის რომ შენ ხარ ცუდი. ისინი ვერ ხვდებიან, ვერ წვდებიან იმ დონეს, თუნდაც იმ სიმღერის დონეს, რა დონის სიმღერასაც ჩვენ ვასრულებდით იმ სირთულეს. ამიტომ მასის აზრი რაღაც დონეზე თუ არ გავატარეთ, ისე გამორიცხულია, წინ წავეწიოთ და რამეს მივახციოთ, განსაკუთრებით დღეს საქართველოში, სადაც არის, როგორ ვთქვა, ინტერნეტთან წვდომა აქვს ყველას აბსოლუტურად. ჩვენ ისეთი თაობებია დღესდღეობით საქართველოში, აი ბებიის თაობა, ბებია ბობოის თაობა ახალგაზრდა და უცებ განვითარდით. Facebook-ში. აი ზუსტად ასეა და თან უცებ განვითარდით და თაობათა აზრთა სხვადასხვაობა არის. ძალიან დიდი ომია თაობათა შორის. ამიტომ მაქსიმალურად უნდა იყოს შენს გადაწყვეტილებაში საკუთარ თავში იმდენად დაჯერებული, რომ იმ ნეგატიურმა კომენტარებმა არ შეგიცვალოს, ასე ვთქვათ, გეზი არ აგერიოს. სხვანაირად გამორიცხულია. ძალიან რთულია. ძალიან რთულია. მეც რო ვიწყებდი, პირველი რაც გავიარე გაზრებულად, ესე ვთქვათ, არის ზუსტად ეგ რა ხო. ყველას ვერ მოეწონები, ყველას თუ მოწონხარ, უკვე პრობლემაა და შესაბამისად ის ჰეითიც რაღაცა დონემდე უნდა მიიღო და გაიარო და გაიაზრო, ან უბრალოდ გაატარო. აი მე იმით ვიმშვიდებ თავს, რომ სხვებთან შედარებით ყველაზე მინიმალური ფაქტობრივად არც მაქვს, მაგრამ მაინც 100 კომენტარს წაიკითხავ და 200 და იდეალური კომენტარია და იღიმი და უცებ ერთი ცუდი შეხვდება, გინდა არ გინდა მოქმედებს. და განსაკუთრებით ჩემზე მაგალითად მოქმედებს, იციან ხოლმე კონკრეტულ მოვლენებს, მე არასდროს არ ვაკეთებ პოლიტიკურ განცხადებებს, იმიტომ რომ ვარ ხელოვანი. მე ასე მგონია, რომ პური მეპურემ უნდა გამოაცხოს. და რა თქმა უნდა, მე როგორც თქვენ და როგორც ყველას მაქვს საკუთარი აზრი, საკუთარი დამოკიდებულებები და ასე შემდეგ და პოზიციები, თუმცა არასდროს ამას მე საჯაროდ არ ვაკონკრეტებ. და რატომ ახლავე გეტყვით? იყო წარსულში რაღაც კონკრეტული თემატიკა, რომელზეც საზოგადოებისგან წამოვიდა, ასე ვთქვათ, თავდასხმა ჩემზე, რომ აი თქვენ ისეთ საჯარო ფიგურა ხართ და ხალხი გისმენ და თქვენ იქნებ გააკეთოთ თქვენი კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით და ბოლოს ავდექი და გავაკეთე კომენტარი, სადაც მე ხშირად ვამბობ, რომ იმ ვიდეოს განმავლობაში, იმ 5 წუთის განმავლობაში რამდენჯერმე ვიმეორებ, ეს ჩემი სუბიექტური აზრია. თავს არ გავხვევთ, რადგან მთხოვეთ, ამიტომ ვაკონკრეტებ. წარმოიდგინეთ, როგორც კი ჩემი სუბიექტური აზრი დავაფიქსირე, მოსახლეობა ორად გაიყო. ერთი, რომელიც მაქებდა და მადიდებდა, მეორე, რომელიც კომენტარებში იმუქრებოდა, რომ საერთოდ გამოწერასაც კი გამიუქმებდა და ჩემს სიმღერებსაც აღარ მოისმენდა. ანუ ჩემი სუბიექტური აზრის გამო, რომელიც მოსახლეობამ, საზოგადოებამ დაიჟინა, რომ უნდა გამესაჯაროებინა, იმდენად ძალიან დაბალი შეგნება არის ზოგადად საზოგადოებაში, ყველას რა თქმა უნდა არ გულისხმობ, მაგრამ მასა ასეთია, რომ პატივისცემა არ იციან განსხვავებული აზრის. მე შეიძლება თქვენ არ დაგეთანხმოთ, მაგრამ შეურაცხყოფასაც არ მოგაყენებთ. შეიძლება ჩვენი აზრები ახლა განსხვავდებოდეს კონკრეტულ საკითხებში და ამის გამო მე რომ გითხრათ, რომ მე თქვენთან აღარ მოვალ გადაცემაში, ანუ ძალიან უაზროა ეს რაღაცა, ხო? არ შეიძლება განსხვავებული აზრის გამო ერთმანეთი ვაბულინგოთ და მტრად გადავეკიდოთ ერთმანეთს. ამიტომ ამასაც ვეუბნები ჩემს მოსწავლეებს, რომ აი ესე ხმამაღლა არასოდეს რაღაც კონკრეტული უკიდურესობები არ გაასაჯაროვოთ, იმიტომ რომ ამას შეიძლება მოყვეს ძალიან დიდი ბულინგი. ასეა. კეთი, მინდა გითხო, ესე ცოტა ისეთი გადასვლა იქნება, მაგრამ პირად ცხოვრებაზე აუცილებლად მინდა ჩაგეკითხო, ხარ 4 შვილის დედა, ცალკე შოუ ბიზნესი გაქვს სახლში და
სამაგალითო ოჯახი გყავს. თან დაოჯახდი ძალიან ადრე. მინდა ორი საკითხი განვავრცოთ აქედან გამომდინარე, რა აზრი გაქვს ზოგადად ნაადრევ ქორწინებაზე და დღეს რას ეუბნები შენს მოსწავლეებს ამ საკითხზე, თუ იცი რომ ვინმე შეყვარებული ყავს, ან მოვიდნენ და რაღაცა რჩევა კითხეს, ანუ შენი გამოცდილებიდან გამომდინარე და რა ხდება ოჯახში ძალიან ერთგული მაგარი მეუღლე ყავს, რომელიც სრულად გულშემატკივრობს შენ გვერდზეა და თქვენ სიმღერებს ორივესას ერთად კიდევ უფრო მაღალი რეიტინგი აქვს და კიდევ უფრო მეტად შეგიყვარათ ხალხმა, ვიდრე მარტო შენ და რაღაცა ეს ოჯახური ერთობა ჩანს თქვენი ყველგან. მიუხედავად ამისა, მაინტერესებს რას ფიქრობ ნაადრევ გათხოვებაზე და დაქორწინებაზე და ოჯახის შექმნაზე და აი ამ ყველაფრის პასუხისმგებლობაზე, რა საკითხი არ უნდა იყო, მაინც ძალიან რთულია საკმაოდ. მიუხედავად იმისა, რომ მე საკმაოდ ადრეულ ასაკში დავოჯახდი, არავის არ ურჩევ, მაინც ნაადრევად მიღებულ გადაწყვეტილებას, რადგან მე კი გააზრებული მქონდა ეს ყველაფერი და ახლაც იგივენებიც გადავდგამდი, რაც მაშინ გადავდგი, თუმცა მაინც ადამიანების უმრავლესობას იმ ასაკში ჯერ კიდევ არ აქვს ჩამოყალიბებული, ასე ვთქვათ, პოზიცია, გადაწყვეტილება, შეიძლება ეგონოს, რომ ამისთვის მზად არის და არ აღმოჩნდეს მზად. ასაკი მაინც ოდნავ თავისას შვება, თუმცა მინახავს მე 30 წლის ადამიანი, რომელზე მეტად ჩამოყალიბებული 19 წლის გოგოა, ასე ვთქვათ. 30 წლის ქალბატონზე მეტად. თუმცა ეს ყველაფერი არის ინდივიდუალური. თუ კი გააზრებული აქვს იმ ორ ადამიანს, ხო? მაინც მგონია, რომ სიყვარულს ასაკი არ აქვს. თუმცა ჩვენი თაობისგან განსხვავებით, ახლანდელი თაობა, აი ჩემ მოსწავლეებზეც მკითხეთ, ამჯობინებს თავისუფლებას და ნაკლებად უნდათ დაოჯახება. აი ეს ტენდენცია წამოვიდა და მე მგონი ჩემი დაკვირვებით, ხო, თავისუფლება უფრო მოსწონთ, დროის ტარება უფრო მოსწონთ და რატომ? ძალიან ბევრს ვფიქრობ ხოლმე ზოგადად ყველაფერზე, აი თინეიჯერებიც მიხვდებიან, რას ვამბობ, ოვერსინქერი ვარ, ანუ ყველაფერზე მუდმივად ბევრს ვფიქრობ. აქედან გამომდინარე დავასკვენი ესეთი რაღაც. ჩვენ 90-იანელებს, ვინც მკაცრ გარემოში ვიზრდებოდით, შეზღუდული გქონდა ყველაფერი აბსოლუტურად, თითქოს დაოჯახება და გათხოვება გქონდა აი გაქცევის მიზნით, თავისუფლება გვინდოდა და ჩემ შემთხვევაში ასეც მოხდა. მე რომ დავოჯახდი, მაშინ ვიგრძენი რა იყო თავისუფლება. იმიტომ რომ ძალიან დიდ მარწუხებში ვიყავი მშობლების მხრიდან გაუაზრებლად. მაგრამ ეგ გამოსავალი არ არის? არა, ამიტომ უყურეთ ამის თქმა მინდა. მე მიყვარდა ეს ადამიანი და ვიცოდი რა მინდოდა და როგორ მინდოდა. თუმცა ძალიან წამყვანი იყო ის ამბავიც, რომ სახლში მუდმივად შებოჭილი ვიყავი და მინდოდა თავისუფლება. თუმცა ეს არ არის იმის მიზეზი, რომ ესეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგათ. პირველ რიგში თვითონ ადამიანმა უნდა იცოდეს, რამდენად უნდა წარმოიდგინოს, რომ აი იმ კონკრეტული ადამიანის გვერდით უნდა იყოს მთელი ცხოვრება. უბრალოდ რომ დაფიქრდეს და წარმოიდგინოს, რამდენად არის ამისთვის მზად, იმისთვის რომ იქნება ძალიან ბევრი დაბრკოლება, შულს გააჩენ და შეგეზღუდება თავისუფლება. აი ეს ყველაფერი ქორწინებას რაც მოსდევს, თუ ბოლომდე არ გაქვს გააზრებული, მაშინ არ უნდა გადადგა ეს ნაბიჯი. თუმცა როგორც წეღან ვახსენე, ახლა იმდენად თავისუფალია ეს თაობა და ძალიან კარგად ირგებს ცხოვრებას ნორმის ფარგლებში, რომ საერთოდ, ასე ვთქვათ, ჩვენ დროს რო გაახალგაზრდავებული იყო ეს ასაკი ქორწინების, ახლა ძალიან გადაიწია, მინდა კითხები. ხშირად ახსენე სიტყვა ნორმის ფარგლებში, საზღვრებში და ანუ ხშირად აფიქსირებ ხოლმე, რომ ყველაფერი რაც ხდება, უნდა ხდებოდეს რაღაც ნორმის ფარგლებში, რაღაც საზღვარი უნდა ქონდეს ამ ყველაფერს. აი რა არის შენთვის ეს ნორმა, რასაც უნდა ექვემდებარებოდეს თინეიჯერის ქცევა, თუ გინდ პირად ურთიერთობასთან მიმართებაში, თუ გინდ სკოლაში, აი შენ შვილებსაც როგორ უნერგავ, რომ აი ნახე ეს არის საზღვარი, ამის იქით შენ თუ გადახვალ და არ შენ თავისუფლებას, შენი პიროვნების იდენტობას და შენი ოჯახის სახელს, ან შეეხების ხვისას, ანუ აი შენთვის რა არის ეს ნორმები, სადაც აი ეს წითელი ხაზები გადის ხოლმე. აი ძალიან რთული შეკითხვა არის, აი პასუხის გაცემა მიჭირს ძალიან. არ ვიცი, ჩემი შეგნებით
ალბათ აი როგორც აი გზაზე რომ მიდიხარ და დახაზული არ არის და აი წარმოსახვითი ხაზი რომ უნდა წარმოიდგინო და იმას არ უნდა გადაცდე, რაღაცა იმ მსგავსად არის. ანუ მაქსიმალურად ვცდილობ მივანიჭო თავისუფლება ჩემ შვილებს, მაგრამ ის რომ კონკრეტულად ახლა 12 საათზე გააჩნია ბავშვის ასაკს, ხო, 12 საათზე სახლში არ არის ჩემი შვილი, ჩემთვის მაგალითად მიუღებელია. მშობელს პატივი არ სცეს და ეუზრდელოს, ჩემთვის მიუღებელია. ჩემი აზრი არ გაითვალისწინოს არასრულწლოვანმა, ჩემთვის მიუღებელია. არ ვიცი როგორ უნდა დავკონკრეტდე ამ შემთხვევაში რა არის ნორმის საზღვრები და რა არის თქვათ წითელი ხაზი. ხო, იცი რატო ძალიან ჩაკითხე, რთულია. ხშირად ახსენე, რომ ეს უნდა იყოს ნორმის ფარგლებში და არც ძალიან შესაბამისად თავაშვებული ცხოვრება ხო, ანუ მომწონს და არც ის მომწონს პირობითად მე რომ თავისუფალ დროს სახლში ვიჯექი და ვქარგავდი. ანუ ფიქრობ რომ ნორმის თავისუფლებას, ფარგლებში სილაღეს და თავაშვებულობას შორის კი. როგორც შენებობ უნდა იყოს რაღაცა ჯანსაღი, და იცით რა საზღვარი. არის, ეს ჩემთვის არ უსწავლებიათ. მე თვითონ დავარეგულირე და მივხვდი გონებაში ეს როგორია. თუმცა ძალიან ძნელია ეს ასწავლო ბავშვს, აი სად გადის ზღვარი. მაგრამ ვცდილობ მაქსიმალურად ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე. თინეიჯერი მოზარდოების გამოწვევა არის ის, რომ გავარკვიოთ და თვითონაც დაინახან და შეეხან იმას, სად გადის ზღვარი რეალურად რაღაც თავისუფლებას და თავაშვებულობას შორის რა, იმიტომ რომ ჩვენ დედები ვდგებით ხოლმე ამ საკითხის წინაშე, რომ აი თავისუფლება უნდა რომ პირველამდე იყოს ღამით გარეთ სიტყვაზე და შენ ეუბნები რომ არა 12-ზე მოდი. ეს ჩემთვის უკვე წითელი საზღვარია და აი აქ არის ხოლმე, ჩვენ გვაქვს ხოლმე ეს საკითხები ოჯახში ხშირად, რომ 1 საათი იქით, 1 საათი აქეთ ხანდახან ხდება ხოლმე ესე ვაჭრობის საგანი, ესე რა ვთქვათ რა. აი, იცით როგორი, აი სიტუაციას გააჩნია ალბათ ინდივიდუალური. იმ მომენტში რა გარემოცვაშია, სად არის, როგორ არის, აი ესე კონკრეტულად ვერ დაიცავ გამორიცხული ამ ყველაფერს, მაგრამ ზოგადად ის ვიცი, რომ თუ მშობლის პატივისცემა არ აქვს, თუ არ აქვს შეგნებული სად მთავრდება მისი უფლებები, სადამდე შეუძლია მან თავისი უფლებები დაიცვას, იქამდე სანამ სხვის უფლებებს შელახავს. მე მგონია, რომ თუ შეთანხმებულები ვართ მშობლები შვილებთან, შვილები მშობლებთან, ამ შემთხვევაში იდეალურია ურთიერთობა. რაღაც პატარ-პატარა დათმობებზე შვილებიც უნდა წავიდნენ და გაუგონ მშობლებს. რაღაც პატარ-პატარა დათმობებზე ჩვენც უნდა წავიდეთ. მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ თუნდაც აი ის წითელი ხაზის გადალახვაც რბილად მივიღო და აი რჩევის ფორმით მივცე და არა დატუქვის ფორმით, თუმცა ეგეც მიჭის ხოლმე, ზოგადად აი გურული ვარ და ფიცხი ხასიათიც მაქვს და უცებ ბრაზდები. უცებ ვიცი დაყვირება, მაგრამ მე მახსენდება, აი შე რო პატარა იყავი, ქეთი როგორი იყო, ესეთიც რო დაგიქნევდნენ და მე რა ვცდილობ, რომ არ ვიყო ისეთი, როგორიც, არ უნდა ვიყო. ქეთი დღეს თინეიჯერ მოზარდებს ძალიან არ მოწონთ და არ უყვართ ეკრანზე გამოჩენა. სოციალურ ქსელებში ფოტოს ატვირთვა და მათ შესახებ არანაირი ინფორმაცია არ უნდა გაავრცელო, მოკლედ ესე რა ვთქვათ. ამავდროულად შენ შემთხვევაში ხარ ძალიან წარმატებული და ძალიან ცნობილი, ასე შენ შვილებსაც უწევთ გამოჩნდნენ ეკრანზე. როგორ ეგუებიან ესეთი წარმატებული დედის, წარმატებული ოჯახის, ესე ვთქვათ, შვილობას და თვითონ რა თხოვნა აქვთ ხოლმე სიტყვაზე შენთან, ან როგორ გიჭერენ მხარს და როგორ გამხნევებენ ხოლმე? მათ მოსწონთ სხვათა შორის ძალიან, როცა ქუჩაში ცნობენ და ეუბნებიან, რომ აი თქვენ ქეთის შვილი ხარ და რაღაცა სიამოვნებ და მეუბნებიან, მაგრამ როდესაც საქმე ტელევიზიაში წასვლას ეხება და ასე შემდეგ, სადაც ასე ვთქვათ, ჰუდებით ვერ წამობრძანდებიან და ისე როგორც მათ სურთ, აი მათი კომფორტის ზონა მან სრულდება და ეს არ სიამოვნებთ. აი ფოტოების ატვირთვას რაც შეეხება, მართლა ამ თაობას აქვს ძალიან რაღაცა ალერგიასავით ამ თემაზე და რატო იცით? მე ესე მგონია ყოველ შემთხვევაში. ძალიან ბევრმა დედამ იცის ზედმეტად პირადული ფოტოს ატვირთვა და დედამ გეხუტუნოს და დედამ გენაცვალოს და მე იმ ბავშვის თანატოლები რო უყურებენ ხოლმე, ამათ ცხვენიათ. ზოგჯერ კომპლექსებიც არის, ზედმეტი, ანუ არასწორია ის, რასაც ვთქვათ, რაზეც ეს ბავშვი ნერვიულობს, მაგრამ იმ ასაკში მას ისე ესმის და შენ როგორც არ უნდა უმტკიცო, მორჩა, ასე ვთქვათ, გაუტყდა ის და მორჩა. მას ასე ესმის, რომ მის თანატოლებში ესეთი რაღაცა ტეხავს. ეხლა მე მაგალითად წლების წინ ჩემ შვილს რაღაცა ფერადი კომბინიზონი ეცა, 6 წლის იყო. მეგობარმა ამოუქექა ის ფოტო, ჩემი ატვირთული და დასცინა. არის ასეთი რაღაცები, ალბათ აქედან მოდის, ბულინგის ეშინიათ, საზოგადოების აზრის ეშინიათ,
არ ვიცი, იმიტომ რომ ძალიან კარგადაც უყვართ პოზიორობა, როგორც მივხვდი და დავწმუნდი, იმიტომ რომ თავიანთ სოციალურ ქსელებში საკმაოდ აქტიურები არიან, ოღონდ განსხვავებული სტილის ფოტოებით, განსხვავებული ხედვით, სხვანაირი თაობაა და ალბათ უნდა გავუგოთ. კი, უნდა გავუგოთ განსხვავებული თაობა, განსხვავებული მენტალობით და ჩვენ ვცდილობთ პირიქით, რომ იქით ავუყვეთ ამ თაობას. ჩვენი პოდკასტის მიზანიც ეს არის, რომ აქედან დავეხმაროთ და მივაწოდოთ ის ინფორმაცია, რომ ანუ ჩვენც გავიარეთ თინეიჯერობა, ქვისმის მათი ესეთი გამოცდილებები არსებობს, რომ თვითონ მეტად შეძლონ თავის გამომჟღავნება და თავიანთი წარმატებაზე ამბიციების ქონა, რომლის მაგალითი შენ ხარ. ქეთი, გთხოვ შენი ლექსებიდან, რომელიც შენ გულით გიყვარს, გაგვიზიარო, გაუზიარო ჩვენ მაყურებელს, მშობლებს, მოზარდებს, რომლებიც ახლა გვიყურებენ. შენი საყვარელი ლექსი ერთ-ერთი. სიამოვნებით. მე სიყვარულს დავეძებდი მუდამ. მარადიულს ვაღმერთებდი გრძნობას, სიკვდილამდე შენთან ყოფნა მსურდა, სიკვდილსაც კი გავუწევდი მტრობას. ოცნებებში გზას მიკვალავს სევდა, აღმაფრენას აღარ უჩანს ზღვარი, მივუყვები უსასრულო ბილიკს, ეს ბილიკი სიყვარული არის. ამ ქვეყნად ხომ ყველაფერი ქრება, სილამაზეც წარმავალი არის და რომ სულაც ჩამოიქცეს ზეცა, ტკივილამდე მეყვარები მაინც. ეს ლექსი მე და გიორგი შეყვარებულები ვიყავით და მაშინ დავუწერე. მაგარი და ძლიერი სიყვარულის ისტორია გაქვთ შენ და გიორგის და ბედნიერებას გისურვებთ წელი ცხოვრება თქვენ შვილებთან ერთად. მინდა გთხოვო, რომ ბოლოს სიტყვა ესე ვთქვათ დღევანდელ პოდკასტში უთხრა მოზარდებს გაამხნევო, ან რაც გინდა ის რომ იცოდნენ შენგან, რომლებიც სიტყვაზე შენთან არ სწავლობენ დღეს, მაგრამ გულშემატკივრობენ, რა იქნება შენი სათქმელი ჩვენი პოდკასტის ბოლოს იმ მოზარდებისთვის, რომლებიც ახლა თინეიჯერები არიან და 1000 ქარტეხილებში არიან, ასე ვთქვათ. არ მინდა რომ არასწორი ფორმულირებით გაიგოს ვინმე მეს, თუმცა მე ვიცი როგორ ვამბობ ამას. თუ კი კონკრეტული ოცნება გაქვთ, ვინც არ უნდა შეგიშალოთ ამ ოცნებაში ხელი, შეიძლება ეს აღმოჩნდეს მშობელი, დედა ან მამა, არავის არ მოახდენინოთ გავლენა თქვენზე, თქვენს ოცნებაზე და ჯიუტად მიყევით თქვენს გზას. მე ვიცი ძალიან ბევრი მოზარდი, რომელსაც საკუთარ კარიერაში, ოცნებებში და ასე ვთქვათ, მშობლები მისდაუნებურად უშლიან ხელს, იმიტომ რომ ადრე სხვა შეხედულებები იყო და სხვა ასე ვთქვათ, ფასეულობები, ამიტომ ძალიან ბევრ ბავშვს დღეს უჭირს საკუთარი მიზნისკენ წასვლა, რადგან ბოლომდე მშობელზეა დამოკიდებული, ამიტომ გეტყვით ასეთ რაღაცას. აუცილებლად ბოლომდე დაიცავით თქვენი უფლებები, თქვენი პოზიცია და თქვენი სამომავლო ოცნებები. ქეთი, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, იმ გულწრფელი ინტერვიუსთვის და გაზიარებისთვის, რომელიც მოგვეცი და მოგვიყევი, რომელიც მოუყევი ჩვენს მსმენელებს, იმ თინეიჯერებს, რომელსაც ახლა გარდატეხის პერიოდი უდგათ და კი, მისდიეთ თქვენ ოცნებებს და გულწრფელად და მუდმივად გჯეროდეთ საკუთარი თავის, რომ ყველაფერი გამოგივათ, რასაც მოინდომებთ. მოусმინეთ შინაგან ხმას, მოძებნეთ, აუცილებლად შიგნით გექნებათ ის პატარა ნაპერწკალი, რომელიც გეუბნებათ, რომ იცი რა, შენ შეგიძლია, შენ გამოგივა და გამოიწერეთ ჩვენი არხი, გამოგყევით და ჩვენ გულწრფელად გაგიზიარებთ იმ გამოცდილებებს, იმ სწავლას და იმ ყველაფერს, რასაც სკოლაში ნამდვილად არ ასწავლიან.